მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ნახოთ რა იქნება თქვენს ბედში, რა შეტრიალება მოხდება ისეთი სულ მალე. უცბად ვნახავთ თქვენს ენერგიას, ეხლა რა ენერგიაში ხართ და მე უკვე კითხვები დავუსვათ ჩვენ ტაროს, ხო? რა ენერგიაში ეხლა იმყოფებით თქვენ, რო იცოდეთ, რომ თქვენი ეს გაშლა. აქ ხართ როგორ იცით, თქვენ პრინციპში მზად ყოფნაში ხართ, რომ რაღაცა შეცვალოთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება არის რაღაცა მომენტები, რომელიც თქვენ დაუშვათ უკვე არ მოგწონთ, ან თვლით, რომ უკვე რაღაცა უეჭველი რაღაც უნდა დავფიქრდე, შევცვალო, იმიტომ რომ უკვე არ მუშაობს რა. შეიძლება თქვენ ახლა ზოგი არის როგორ მომენტში, თუ დაუშვოთ, ნახეთ, რას ვეთყოდი, იცით, ადამიანი, რომელიც პრინციპში ცდილობს, რომ შეცვალოს თავისი ცხოვრება, მაგრამ აიღოს თავის ხელში, რა, თავის ბედი, ასე რომ ვთქვათ, რა. და ნამდვილად კი, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ქმნის ჩემს რეალობას, მე ყველაფერი შემიძლია, მე უკვე თითქოს არ მინდა, რომ, აქ შეიძლება ადამიანი ბევრჯერ ამბობდა უარს რამე შესაძლებლობებზე და ამიტომ ეხლა თქვა, რომ არა, მე ეხლა არაფერს არ გამოვტოვებ, რასაც მე მაძლევს ბედი, ყველაფერს მივიღებ და აუცილებლად რამეს ვიმოქმედებ, იმიტომ რომ აქ უკვე ადამიანი, მივიდა რა იმ დონემდე, რომ ნამდვილად ცივი გონებით, ასე რომ ვთქვათ, უკვე ხდება, რომ მე აქ უნდა დავიწყო რაღაც ჩემ ცხოვრებაში ცვლილება, ქმედება, რა თქმა უნდა, კარგია, ძალიან მაგარია, ვთქვათ, მედიტაციები, პრაქტიკები, ეს ყველაფერი გადასარევია, მაგრამ რა თქმა უნდა, ქმედება არის აუცილებელი. შენ თუ მარტო იჯექი და მარტო იოცნებე, ეგრე არ გამოვა. ქმედება არის აუცილებელი და აქ ადამიანმა მიუხვდა, რომ მართლა უკვე თუ მე მინდა, რომ რამე შევცვალო ჩემს ცხოვრებაში, თუ მე მინდა, რომ რაღაცა მოვლენები შემოვიდეს ისეთი, რომელიც ახლა დამაკმაყოფილებს და შეცვლის ჩემ ცხოვრებას, მე უნდა ვიმოქმედო. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ კითხვები, რა სრულდება ახლა შენს ცხოვრებაში ამ ეტაპზე. ვნახოთ ახლა რა თვითონ ბედი რას გიმზავდეს თქვენ უახლოს მომავალში, რა ცვლილებებს, ხო? და ეხლა ვნახოთ ჩვენ უფრო რა სფეროში მოხდება, უფრო თქვათ, რა სფეროზე უფრო იმოქმედებს ეს ცვლილებები. რა იქნება მთავარი ნიშანი, თქვათ, რომ თქვენ მიხვდებით, რომ всё, დაიწყო უკვე ცვლილებები ჩემ ცხოვრებაში. რისთვის უნდა იყოთ მზად, ნახეთ ეს როგორ ჩქარობს, რისთვის უნდა იყოთ მზად და რა საჩუქარს მოგიტანთ თქვენ ეს გადატრიალება, ასე რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, ავიღოთ ჩვენ რჩევა ტაროსგან, როგორ გაიაროთ თქვენ ეს მომენტი საუკეთესოდ. ორი მოდის, ოკეი, იყოს ორი, всё. მოდით ახლა დავიწყოთ, შენ ცხოვრებაში, რა უკვე უნდა დასრულდეს, რა უნდა დასრულდეს და ძალიან მშვენიერი, რაც უნდა დასრულდეს, ცხრიანი არის აქ ხმალები, ზუსტად ეს მომენტია, როცა რაღაცა ფიქრები, შიშები. შეიძლება აქ სხვათა შორის დაიჭირეთ, ეს შეიძლება ცოტა ვერ იყავით კარგად დაუშვოთ. შეიძლება ძალიან ბევრი ისეთი ფიქრები მოდიოდა, იმიტომ რომ აქაც პრინციპში ვეთყოდი, რომ კი, ასეთი ენერგია გაქვთ თქვენ აქ, რომ არ ვიცი, შეიძლება დავჟე მქონდათ იმისი ეჭვი, რომ ეს შესაძლებლობები, რომელიც მოდის, მე რატომ არ ვიღებ, იმიტომ რომ ზოგჯერ არის როგორი მომენტი, ხო? სრულიად უცნაური სიტუაციები. ჩემ არხზე ხარ და გეტყვით ამ ცხრიანზე მაქვს ძალიან ესეთი აქცენტი ყოველთვის. ნახეთ, შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში მოდის ისეთი შეთავაზება, რომელიც არის ჩვენთვის სრულიად მიუღებელი. ჩემ შემთხვევაში ასე იყო, რომ ტაროსთან დაკავშირებით, ხო? მიყვარდა, მომწონდა, მიზიდავდა, მაგრამ მე რო გამხდარიყავი ტაროლოგი, ეგ არის სრული შეუძლებელი, საერთოდ no. მაგრამ ეხლა ნახეთ, ეს რომ მოვიდა ჩემთან თავში და მითხრა, რომ მიდი და იყიდე ტარო და შენ თვითონ ისწავლე, დამეჯერეთ, ეს არის რა გითხრათ, რომ ეხლა იგივე იყო, რომ დაუშვათ, ეთქვათ, რომ ეხლა ადეკე მოემზადე და მიდიხარ ვენერაზე ან მარსზე და შეიძლება უფრო დავიჯერებდე კიდე. მაგრამ ხო შემიძლია, რომ უარი მეთქვა ეხლა იმ შესაძლებლობაზე და დღეს ის ცხოვრება, რა ცხოვრებაც მაქვს, არ მექნებოდა და ეს საქმე, რომელიც უზომოდ მიყვარს, რომ ადამიანებს ამ
ინსტრუმენტით ვეხმარები, არ მექნებოდა. ანუ ამით რა მინდა გითხრათ, იცით რომ ზოგჯერ შეიძლება უცნაური იყოს რამე შეთავაზება, ხო, აი სამყაროსგან და ვიფიქრებთ რომ ნუ არა, ნუ სიტყვაზე ნამცხრები გიყვარს და უცბად რაღაც მოგივიდა თავში, მოდი ნამცხრების საკონდიტრო გავაკეთო, მოდი რაღაცა თქვათ, აი ხაჭაპურები გამოვაც, ხო, ვის უნდა ეს ხაჭაპურები, ყოველ ბიჭზე იყიდება, მაგრამ შეიძლება შენი ზუსტად შენი იქნება რაღაცა აი სასწაული, თუნდაც აი შენობანზე იმუშავებს ისე რომ მშვენივრად კარგად იქნება. ანუ ეს და შენ ამ დროს თქვათ მუშაობ, რა ვიცი, კარხნის დირექტორი სიტყვაზე, ხო? აი ეს უცნაური შეიძლება რაღაც დაიჭირეთ აუცილებლად თქვენთვის უცნაური შეიძლება ზოგჯერ მეუღებელი, აი ეს არის ზუსტად რა. იმიტომ რომ აქ უეჭველი თქვენ გააქვთ ეს ფიქრები კიდე რა და ვერა მიხვდეთ, აი ნუ იტყვეთ უარს იმაზე, რასაც თქვენთვის არის უცხო და უცნაური, დამიჯერეთ რა, ეს მართლა მასე მუშაობს, თუნდაც მიეცეთ მაგას უფლება, საშუალება, რომ ეს უცნაური დაიჭიროთ რა თქვენთ შემთხვევაში, ნუ იმიტომ მოგიყევეთ ეს შენ მაგალითი, იცით თქვენ ბევრმა რომ სკოლის დირექტორი ვიყავი მთელი ცხოვრება, ნუ მასწავლებელი და ეხლა უცბად ეს იყო მართლა ძალიან ისეთი გადასვლა, რომ უცნაური მიხვდეთ ჩემთვის და ამიტომ გეუბნებით რომ აი ეგეთი უცნაური რაღაცა და აი ეს ზუსტად წავა თქვენი ცხოვრებიდან თუ თქვენ ამ შესაძლებლობას მიიღებთ, იმიტომ რომ თქვენ უკვე აქ აცნობიერებთ რომ კი ვგრძნობ რომ რაღაცა მოდის ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ მე არ ვიღებ. იმიტომ რომ რა სიტყვიან ხალხი, საზოგადოება რა სიტყვის, ეს არ არის მე ახლა 15 დიპლომი მაქვს და რა ახლა ნუ მეც ახლა 2 უმაღლესი მაქვს, ხო? და ახლა როგორი მიდგომა აი მკითხავი გახდი, სისულელე, ნუ ეს უკვე იმ ადამიანის დონე არის, ვინც ამას ამბობს, ვინც თუ ვერ ხვდებიან დაუშვათ ნუ როგორ მუშაობს სიტყვაზე. აი თქვენც ასეთი მიდგომით, აი დაფიქრდეთ რა, ნუ მიაქცეთ ყურადღებას იმას, რა სიტყვიან ხალხი, თქვენ რა გინდა, თქვენ სულს რა უნდა, ხაჭაპურები რო ვაცხოდა მთელი უბანი იყოს კმაყოფილი, ხო? და მე აქედან ფულიც მექნება, რა არის ამაშიც ცუდი, თუნდაც იყავი კარხნის დირექტორი, რა მნიშვნელობა, ხო ხვდებით, თქვენ ხო სიამოვნო, შენ თუ სიამოვნებს ეს რო დილით დგები და აკეთებ ამ ნაირ რაღაცებს, რატომ? აი ეს არის, რომ აქ უბრალოდ თქვენ გეუბნებით, რომ სამყარო გთავაზობს რაღაცას და შენ უარს ამბობ. აი ამაზე მინდა გავაკეთო აქცენტი რა. ნახოთ ახლა ნუ რას გიმზადებთ ახლა ბედი უახლოს მომავალში, რა იქნება. რას გიმზადებს და ზუსტად ეს იქნება, აი ნახეთ მთვარის არკანი არის, აი ძალიან რო ავიღოთ ჩვენ ცოტა ღრმად, ეს არის ზუსტად შენი პირადი დანიშნულება. რატო ნახეთ მთვარის, აი ზუსტად მე რომ ვამბობდი ხა წეღან რომ მთვარის არკანი შიში საიდან გვიჩდება ჩვენ. თუ დაუშვათ რამე არის ისეთი რომ თქვათ ახლა, ნუ დაუშვათ მე აი თუნდაც ახლა ნახეთ, შენ იყავი თქვათ ახლა ესე რა ქვია, დიასახლესი, ხო, წლები არ გემუშავე ეს სიტყვა და უცბად თქვათ ელემენტარული მასწავლებლად გინდა წასვლა სამუშაოდ, იმიტომ რომ როდესღაც გაქვს დამთავრებული თქვათ, ხო? იტყვიან რა თქმა უნდა, ამაზეც კი იტყვიან, რომ აი სახში იჯდა ამდენი ხანი რა მასწავლებელი, რის მასწავლებელი. ან დაუშვათ უარესი კიდე თქვათ, ექთანი, ხო, დაუშვათ კურსები დაამთავრე. ან ახლა მე მყავს ერთი გოგო ახლობელი, მოცეკვავე არის, აი ძალიან მაგარი და უცბად მოუნდა მაგას, რომ იმუშაოს იმ რა ქვია, სამშობიარო სახლში ექთნად. აი წარმოიდგინეთ რა და დაამთავრა კურსი და საკმაოდ უკვე ისეთ ასაკში არ იყო 40-ის იქით, მე მგონი დაჟე 45 წლის იყო. მაგრამ აი ხო თავიდან ახლა გიჩდება ხო ის ფიქრი რომ მე ერთო ჩემი მოცეკვავი ახლა ეს ამ დროს ადამიანი кайფობს რა, იმდენად კარგად არის რა. ხო და აი ამაზე გეუბნებით რომ ეს არის როცა შენ გეშინიე, როცა შენ ანუ სოციუმზე რატო ვარ დაყოლილი მთვარე, რატო არის ეგა რომ ეშინიე, რა სიტყვიან, მიმიღებენ, არ მიმიღებენ. ანუ ესე რა ქვია, აი ხო არავინ არაფერს არ იტყვის, ნუ მიხვდეთ ხო? აი ეს ზუსტად იქნება თქვენ ცხოვრებაში, ეს გადატრიალება თქვენ შეცვლით ამ სიტუაციაზე, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რასაც მე თქვენ გიბიძგებთ ახლა რომ მიიღოთ გადაწყვეტილება და არავინ არ მოусმინო და გააკეთოთ ის, რაც თქვენ გსურთ, ხო? რა გადატრია, ხო? და აი ნახეთ გადატრიალება. აქ მაღალი ძალები ჩაერთვებიან თვითონ და თქვენ გახარებული იქნებით, მართლა გეუბნებით რა, იმიტომ რომ
ეს იქნება სიტუაცია, როცა ანუ შეისმინე შენ ის რაც შენ სულს უნდოდა, რაც შენ გულს უნდოდა, ეს იქნება რაღაცა ახალი და ნახეთ, ეხლა ჩვენ სულ ყველას გვინდა რომ ჩვენ დავეხმაროთ ერთმანეთს. რატო ჩდება ეს სურვილი? იმიტომ რომ ჩვენ ამ დედამიწაზე მოვედით იმისათვის, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ იმაში, რომ უფრო და უფრო კარგები ვიყოთ, უფრო გამოვასწოროთ თქვათ რაღაც შეცდომები, რომელიც იყო გამოსასწორებელი, ხო? ნუ ეს ძალიან ისე მაღალფარლოვანად ვამბობ, მაგრამ ეს გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი სიტუაცია, ნებისმიერი ადამიანი, ყველაფერი, აზრი, ფიქრი, რაღაცა, ეს ყველაფერი ჩვენთვის მოდის იმისთვის, რომ უფრო და უფრო უკეთესობა იყოს ჩვენ ცხოვრებაში. უბრალოდ არის ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენ ამას როგორ ვიღებთ. გამიგეთ რა ხდება, ჩვენი დამოკიდებულება იმ სიტუაციაზე, ჩვენი დამოკიდებულება იმ ადამიანზე რა. აი ეს არის საერთოდ მთავარი რა. და გვეუბნებიან რომ ეს გაგეხარდება. კი, შეიძლება მომენტ დაგჭირდება შენ დაუშვათ ახლა აქ არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება გეშინიათ რისი კიდე. რომ მე ჩემი ამ ახალი ქმედები თქვა დავკარგავ მეგობრებს დავკარგავ იმ ადამიანს ვის ну მიჩვეული ვარ თქვათ ხო ურთიერთობას მაგრამ დამიჯერეთ რა კი ნამდვილად ეხლა ეს მოხდება მაგრამ ცხოვრება აი ასე იცვლება და ვინც თქვენ გემსახურებოდეთ ვინც უნდა ყოფილიყო ამ ეტაპზე თქვენ ცხოვრებაში ის ადამიანები შეიძლება ზოგი წავა თქვენი ცხოვრებიდან და ეს ასეც არის აუცილებელი იმიტომ რომ ნუ თავისი ფუნქციონალი შეასრულეს და მიდიან ახლა თქვენ რო ექიმთან სიტყვაზე ყველა ვიყავეთ ერთხელ მაინც ექიმთან ხო მაგრამ იმ ექიმა რო გამოგიწერა თქვენ რაღაცა წამალი თქვენ გაიარეთ კურსი მორჩა თქვენ ხო არივლით მაგასთან სულ ახლა ამ ექიმთან რა ნუ მორჩა იმან თავის საქმე გააკეთა დავასრული წავედი თქვათ ახლა გავაგრძელე გზა ხო აი ესე არის რა ამიტომ ამისი ნუ შეგეშინდებით რომ ესეც არის ზოგჯერ ისეთი თემა რომ მე მეშინია ვაი თუ დაუშვათ ეს ჩემი და ქალი არ იქნება თქვათ უკვე ჩემ ცხოვრებაში მე გეტყვით ჩემზე კიდე მაგალითს რომ ოციათი და ქალი მყავდა და ეხლა მყავს რომელთანაც აი მქონდა რა ვიცი 24/7-ზე მგონი ურთიერთობა წლები მე მოხდა ის რომ წლები არ მქონდა ურთიერთობა და ისევ ეხლა ისევ აღდგა და ისევ არის რატო იმიტომ რომ იმ პერიოდში მჭირდებოდა ნუ ახლა შეიძლება სხვანაირად ჟღერს აი მე მას მჭირდებოდი ხო ანუ ეს ჩვენი კომუნიკაცია აუცილებელი იყო მე უკვე მე ჩემს გზაზე უნდა წასულიყო ის თავის გზაზე მაგრამ მე მოხდა სიტუაცია ისე რომ ისევ გაგვაერთიანეს ამიტომ ნუ გეშინიათ რა და კარგვის ადამიანის რა იმიტომ რომ ეს ზოგჯერ თქვენ გიშლით ხელს აი დღესაც კიდე უსმენდი ერთ ახალგაზრდა ბიჭზე და თქვა 22 წლის ბიჭია მილიონერი და ვიყავი აი 18 წლის ასაკში ვიყავი არარაობა საერთოდ და მეგობარიც ესეთი მყავდა აი უახლოსი მეგობარი რომელსაც მე ვთვლიდი რომ ეს არის აი რაღაცა საუკეთესო მეგობარი ჩემი და ჩემთვის სიკეთე უნდოდა და რაღაცა ჩემი ოცნება იყო და ამ ოცნებას ვუზიარებდი 24 საათი და ის დამცინოდა ისინა შენაო შენგან რა გამოვა ეს უკვე არ არის მეგობარი და მაგრამ მაინც რაღაცნაირად ისე ვიყავი რომ რა ვიცი და მაგრამ საბოლოოდ ნელ-ნელა მოაშორეს ასე თქვათ ეს ბიჭი მას და ან თვითონაც ახლა ნუ რა თქმა უნდა ეს თქვათ სამე დეფორმატში ახლა რაც ხდება ახლა რა თქმა უნდა მოაშორეს ნუ ეს გახდა ეს ბიჭი ვინც გახდა მე ის ისევ დაიწყო მაგასთან ახლა შეძრო მაგა უკვე აღარ მჭირდება ანუ ამით რა მინდა გითხრათ რომ აი ზოგჯერ ჩვენ ესეთი აი თქვათ ადამიანები გვიშლიან ხელს და თუ ჩვენ ახლა აი ნუ მაინც არ ვაწყენინო მაინც არ იმას აქვს ის და ამით ხარ თქვენ ცხოვრობდი და თქვენი ცხოვრება იცვლება თუ ეს ადამიანი თქვენ ხედავთ რომ თქვენ წინსვლას არ გაძლევთ და პირიქით ახლა თქვენზე მოქმედებს ისე რომ თქვენ ნამდვილად ახლა გახართ ერთი და იგივე ადგილ იმის გამო რომ რას იტყვის ის ჩემი ბავშვობის მეგობარი ხო ნუ თქვენი არჩევანია მაგრამ მე გეუბნებით რომ აქ რაღაცა სიტუაცია ისეთი მოხდება თქვენ ცხოვრებაში რომ ნამდვილად ნუ ცვლილება იქნება ძალიან დიდი და თქვენ აი ამ შიშს მოდეთ ასე ვთქვათ მოერევით აი ეს უნდა ვთქვათ შემდეგი ჩვენ გქონდა კითხვა ანუ რა სფეროში ხო ვნახოთ რომელიც რაც სფეროში ნუ სხვათა შორის იმ სფეროებში აი როგორც და ზოგადად პასუხი მოვიდა ანუ იმ სფეროში ნუ პრინციპი საჯარო გაშლა გვაქვს არ არის გასაკვირი ვისაც გინდათ პირადად კი იცით სად უნდა მომძებნოთ ჩვენი
ჩემი ყველა საკონტაქტო ვიდეოს ქვეშ არის. ანუ ნახეთ ახლა რო სფეროში მიდის იმ სფეროში რაც თქვენ გაწუხებდათ. მივხვდით? ეს კი ახლა დასებით ცოტა კი არის, მაგრამ კი შემიძლია თქვა, რომ შეიძლება ურთიერთობასაც ეხებოდეს ეს. არ გამოვრიცხავ, შეიძლება თქვენ დაუშვათ ახლა გეშინოდეთ თქვათ, შეიძლება ურთიერთობა გაქვთ არასტანდარტული. მოდით ასე თქვათ, კიდე მაგასაც დაუბრუნდები. არასტანდარტული ეს არის სასახში სხვაობაში, სხვადასხვა, ერთი და იგივე სქესობრივი. ასე შემდეგ რა, რაღაცა აი თქვათ, შენ ახლა პროფესორი ხარ და ის მენაგვია, არასტანდარტული, მოდი ასე რომ ვთქვათ, ურთიერთობა შეიძლება რამე გქონდა და აქაც თქვენ ახლა, მაგრამ ამ დროს ეს ადამიანი შენ გავსებს ისეთი რამით, რომ რასაც აი ვერავინ ვერ ხვდება და ვერც გაიგებს 100 წელი რა. მაგრამ შენ გსიამოვნებს ეს სიტუაცია. ამიტომ შეიძლება ამაზე და შენ ფიქრობ, აი ეს საზოგადოება რას მიიღებს, რას იტყვიან ხალხი და აღარ დაუბრუნდები იგივე, მხოლოდ აი აქ გვეუბნებიან, რომ ნამდვილად შენ მაგას ეს დასრულდება და აი ზუსტად აქაც მაჩვენებენ, რომ აქ შეიძლება ზოგთან აღდგება ურთიერთობა. რომელიც თქვათ, ეხლა თქვენ შეიძლება ფიქრობდით, რომ უკვე დასრულდა დაუშვათ და არაფერი არ იქნება და აი აქ მაჩვენებენ, რომ უფრო შეიძლება რაც თქვენ გაწუხებდათ, ხო? აი ეს სფერო ზოგისთვის ეს იქნება ურთიერთობის თემა, ზოგისთვის ეს იქნება აი რაზეც ვილაპარაკე, აქ რა ვიცი, რამდენი ხანი 15 წუთი ვილაპარაკე, ხო? ხო, კი ბატონო, აქ იქნება ის სიტუაცია ზოგისთვის სხვათა შორის ფულის თემაშიც. ნახეთ მომივიდა აქ 4-იანი იმისი რა ქვია პენტაკლების. ანუ თუ თქვენ გაწუხებდათ ფინანსები, კიდე, ფინანსები სამსახური ეს პრინციპში ხო იცით, რომ სამივე თემა ძალიან არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ანუ კიდე მაჩვენებენ ის სიტუაცია, მოდით ასე რომ თქვათ, ენერგიების მიხედვით, რომელიც იყო შენთვის დახურული, რომელიც შენ გულს გტკენდა, რომელშიც არ გქონდა შენ თქვათ ახლა ძვრა, ხო? აი აქ დაუშვათ შეიძლება თუ ურთიერთობა თქვათ იყო, ანუ დიდი ხანი არ გქონდა თქვენ მიღებული ადამიანისგან არანაირი თქვათ არც მესიჯი არ შეტყობინება, არაფერი და იყო თქვათ გაჩერებული ეს სიტუაცია, აი აქ ნამდვილად ეს სიტუაცია შეიცვლება თქვენ ცხოვრებაში ყველა ვარიანტში რა. თუ ფინანსებს ეხებოდა იგივე და თუ ენერგიების მიხედვით მე გეუბნებით ეს მასეა რა. ანუ ის რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ საჯარო გაშლაში ჩვენ ახლა კონკრეტულად დიკი მინდა ძალიან იქნებოდა სასიამოვნო, რომ ყველა თქვენ ახლა სათითაოდ მიგეღოთ. მაგრამ ეს უკვე პირადი გაშლა ჩემო სიხარულებო. всё, შემდეგი ჩვენ კითხვა გვაქვს, რა იქნება მთავარი ნიშანი ამ ცვლილებების, ხო? მთავარი ნიშანი რა იქნება? მთავარი ნიშანი აქ შემიძლია გითხრათ რა, ადამიანი, მოდით ასე ვთქვათ. აი თუ დაუშვათ ახლა ეს ეხება ურთიერთობას, ესე იგი თქვენ დაინახავთ, რომ ადამიანი, რომელიც თქვა დაუშვათ იყო სადღაც დიდი ხანი არ ჩდებოდა, ეს ადამიანი გამოჩნდება. კიდე მთავარი ნიშანი თუ სამსახურს ეხება, შეიძლება ეს იყოს ადამიანი, რომელიც წყვეტ იმ სიტუაცია, თქვათ თუ დაუშვათ თქვენ ვინმეზე მუშაობთ, აი თქვათ ახლა რაღაც შეიცვლება უფრო თქვენს მიმართ დაუშვათ თქვენი თქვათ ის როგორ არის ეს работодатель, ვინც აძლევს სამსახურს რა. თუ კიდე მთავარი საინტერესო პასუხი მოგვივიდა, ხო? კიდე აი გამოჩენა გოგო ურთიერთობაში აქ ექნება გამოჩენა. ანუ ადამიანი გამოჩნდება. კიდე თუ დაუშვათ ფული უცბად შეიძლება მოგივიდეს რაღაცა ფული. აი შეიძლება даже ნახეთ თუ იყო სიტყვაზე სიტუაცია, როცა არაფერი მოდიოდა, უცბად მოვა ფული თან ნახეთ საიდან შეიძლება თუ დაუშვათ თქვენ გარისკეთ აი როგორ მინდა აგიხსნათ რა, შეიძლება კი თქვათ, რომ აი დაუშვოთ კი, რომ თუ დავიწყე მუშაობა, რა თქმა უნდა, ეხლა ფულიც მომივა, მაგრამ აქ რაღაცა აი ან ადამიანი მოვა, რაღაცა შეთავაზება გექნება, შეიძლება ვიღაცა ადამიანი გეტყვის, რომ შენ მჭირდები, მე აქ და დაუშვათ ეს იქნება აი სრულიად მოულოდნელად, შეიძლება ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც თქვენ ვაფშე არ ელოდებოდეთ რა, ეს შეიძლება იყოს სიტუაცია, ხო? კიდე შეიძლება ნიშანი დაუშვათ თქვენ, თქვა თუ ურთიერთობა
ну რამე smile-ს მიიღებს დაუშვოთ, თუნდაც პატარა თუ არის თქვათ აგაჩერებული სიტუაცია, ხო? ან თქვათ თუ სუნთლად ისე არა, თქვათ უცბად აი სრულიად მოვიდა და даже აღარ გამიკვირდება, რომ შეიძლება სამსახურში მოვა თქვენთან დაუშვოთ. ან ну რაღაცა ეგეთი. შეიძლება კიდე აი დაუშვოთ ჩვენ რო ნუ მაგალითად თქვენ ახლა აი რო ვთქვით ხაჭაპურებს რო აწყობ და უცბად ვიღაცა თქვათ ჩაგირიცხა ფური, ხო? ვაიმე ეს ნიშანი. აი ну აი უამრავი რაღაცა მიხვდით, რომ ეს შეიძლება იყოს როგორც ან პერსონა, თუ დაუშვოთ თქვენ ახლა ბიზნესისთვის გჭირდებოდა თქვათ ახლა სესხის აღება სიტყვაზე, ხო? აი სრულიად მოულოდნელად შეიძლება უარი იყო და დაგირეკავენ და გეტყვიან რომ აი თქვენ რო გთხოვეთ კი ნამდვილად მობრძანდეთ და უკვე აგერ არის აიღეთ სესხი, ხო? აი ეგეთი რაღაცა მიხვდით? ან ვიღაცა თუ ბიზნესი არის, ვიღაცა მოვა და გეტყვეს სრულიად მოულოდნელად რომ მე დაგეხმარები შენ და აგერ თქვათ ახლა თანხით დაგეხმარები, დაგიდგები გვერდში, ხო? რა გინდა თქვათ, ხო? აი ანუ ეს მოულოდნელი რაღაცა იქნება ან ადამიანისგან, ან გეუბნებით ბანკი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ პენტაკლების მეფე პრინციპი ბანკსაც აჩვენებს ზოგჯერ თქვათ უცბად და თქვათ სესხი რომელიც გჭირდებოდა თქვათ დაგემტკიცეს, ხო? აი ეგეთი თემაც შეიძლება იყოს, რაღაც ეგეთი ნიშანია. ეხლა ნახეთ ფული რატო არის ეს სამყარო ჩვენ გველაპარაკება უფრო აი ფინანსებით რა. აი თუნდაც ახლა ფული იმდენი გაქვს, ახლა ტრენინგი მიტარდება ჩვენთან ახლა ფინანსზე ძალიან მაგარი სხვათა შორის და აი ზუსტად ეს თემა არის, რომ აი ფული მოდის ჩვენთან, ფული არის სამყაროდან მადლობა. აი ეს არის რა, რამდენადაც შენ საჭირო ხარ, იმდენადაც შენ მოგცემს, მაგნიტს მოგცემს შენ სამყაროც, რომ იცოდეთ რა. და გაგწოდა შუქი ჩამიქრა, მაგრამ არა უშავს. მოდით გავაგრძელოთ ჩვენ, ეს მიხვდეთ თქვენ, ხო? ეს იგი, რასაც მე აქ ვამბობდით. ეხლა შემდეგი, ეხლა რისის უნდა იყო მზად? რისის უნდა იყო მზად? აი ზუსტად იმისთვის უნდა იყო მზად, რომ აი აქ როგორი თემა არის, იცით, რომ თქვენ რომ ეს იქნება მოულოდნელი და ეს იქნება ის, რაც თქვენ ვაფშე არ ელოდებით, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. ეს იქნება რაღაცა ისეთი ახალი, რაც შეიძლება თქვენ ვაფშე აი არც გიფიქრიათ და იმისთვისაც უნდა იყოთ მზად, რომ აი ეს სიტუაცია თქვენ რაღაცა აი გამოგიყვანთ იმ სიტუაციიდან, რომელიც არც იყო თქვენთვის აი დიდი ფული მოვა. აი ნახეთ, რასაც შენ არ გიფიქრია, ნახეთ, ახლა გეტყვით, აი ხო არის ზოგჯერ თქვათ ახლა ეს ისეთი მოულოდნელი რამე არის, ну სიტყვაზე ფიქრობდი რომ დავიწყე მე ეს ხაჭაპურები, ну კაი, ერთ შეიძლება 1000 ლარს ავიღებ აქედან, ხო? ну მეტი რაღა ამდენი და უცბად და თქვათ ახლა 5000 აიღე. არ აქვს მნიშვნელობა ვალუტას, просто უბრალოდ გეუბნებით ახლა მაგალითს, ხო ხტებით რა. და ხართ როგორ იცით, აი გაოცებული. რაი ნამდვილად არ ველოდებოდი თუ ასე შეაფასებდნენ დაუშვათ ჩემს შრომას, ხო? შეიძლება შენ ახლა უთხარი 50 თეთრი სიტყვაზე ვამბობ და ვიღაცა მოვიდა ლარნახევარი დაგიტოვა და შენ ახლა ასე უყურებ, რომ იმიტომ რომ მეორედ მოვიდა ადამიანი და იმდენად თუ გემრიელისი იყო, რომ თქვათ ახლა სამაგი გადაგიხადა, ну ეს მაგალითები, ხო ხტებით რა? ანუ აქ იმას მაჩვენე რომ პენტაკლების ახლა აქ ნუ დედოფალი, რასაც შენ აი ვერც ხვდები, აი შეიძლება იმაზე მეტი ვიდრე თქვათ შენ საერთოდ გქონდა და даже ვერც არც გქონდა. თავში. გამიგეთ? აი ეგეთი რაღაცა, უბრალოდ დააკვირდეთ რა, ძალიან აქ გთხოვთ რა. так, შემდეგი, ანუ რასაც კარს მოგიტან თქვენ, ხო ეს? რასაც, ну სიუხვე, ხო ცხრიანი პენტაკლების რა. ანუ თითქოს წამოვა, ну აი როგორ მინდა აგიხსნათ სულ ყველას და მინდა რომ იცით რა არის ადამიანი საერთოდ როცა თვითონ არის უკვე იმ ცხოვრებაში, სადაც მართლა ყველაფერი ხდება რაღაც აი სასწაულებენ მის დონეზე, ხო, რომ თქვათ რაც არ მქონდა და მაგ ამ სიუხვიდან გინდა რომ შენ ადამიანებს გაუზიარო, რომ შესაძლებელია ყველაფერი, გამიგეთ რა ხდება, იმიტომ ასეთ უბრალო მაგალითებზე გელაპარაკებით რა, რომ ანუ
თუნდაც იმ ხაჭაპურის გამოცხობიდანაც შეიძლება მოხდეს რაღაცა მე უდიდესი საცხობი გააკეთოს სიტყვაზე ხო მიმიხვდეთ რა იმიტომ რომ ნახეთ ეს არის ზუსტად შენ როცა არ გეშინია შენ როცა აკეთებ იმას რაც შენ გინდა და არა თქვა სხვებს უნდა ნუ მე არ ვიზახრო ხა ჩვენ აქ მკვლელობაზე და რაღაც სისულელებზე არ ლაპარაკობ იმაზე რასაც მე მანიჭებს სიამოვნებას და ვიცი რომ ეს სხვებსაც გააბედნიერებს და ბევრ ადამიანს მიუტანს თქვა ნუ მისცემს სიამოვნებას როგორ თქვა ხა ჩემი ქართული ცოტა ისეთი ხო იცით რომ არ არის ძალიან ფართო რომ კიდე უფრო მეტი ისეთ სიტყვებით გელაპარაკოთ მაგრამ მე ვფიქრობ რომ მაინც ხვდებით ხა რაც მინდა გადმოგცეთ რა იმიტომ რომ აქ არის ძალიან დიდი სიუხვე აქ არის ზუსტად ის რომ შენ აძლევს სამყაროს იმას აი შენ სიკეთეს შენ გულით სულით აქედან გულიდან აკეთებ რაღაცას ადამიანებისთვის და აუცილებლად სამყარო გიბრუნებს შენ თუნდაც ეხლა ნუ ფული არის ყველაზე მინიმალური თემა მაგრამ ანუ სიამოვნება შეიძლება სამყარო თქვა აი ისეთი მოულოდნელობა გააკეთოს აი აქაც რასაც ვაკეთებ ვამბობდით ნახეთ ეს შეიძლება სიტყვაზე ვიღაცა დაგპატირებს აი ისეთ სამოგზაურობაში რომ შენეთყო რომ ღმერთო ვოცნებობდი მაგრამ მაგისი ფული არასოდეს არ მექნებოდა ალბათ მაგრამ მადლობა ღმერთო რომ ესეთი რაღაცა მომეც ანიჯეკი თქვა და ფიქრობდი რა გავაკეთო აი ასეთ მდგომარეობაში ნერვეულობდი და რაღაცა და უკვე იმიტომ რომ ესეც მოვსინჯე არაფერი გამომივიდა ბევრი რაღაცები ვსინჯე და უცბად მოდის ადამიანი თქვა აი უცბად და გთავაზობ ისეთ რამეს რომ შენ ხარ გაოცებული რომ ღმერთო მადლობა ეს რანაირად ხო იმიტომ რომ რეზუმე იქაც მქონდა იქაც არავის კაცშვილმა არ მეპასუხა ხო არავის არ ჭირდება მაგრამ უცბად ვიღაცამ თქვა აი შენაირი სპეციალისტი გჭირდება რა აი ეგეთი რაღაცა просто უბრალოდ მინდა რომ ეს მიხვდეთ თქვენ რომ ეს რამდენად მნიშვნელოვანია რომ თქვენ უარი არ თქვათ იმაზე რაც თქვენ მოგწონთ რაც თქვენ გსიამოვნებთ რითიც თქვენ გინდათ რომ თქვენი გული გაიხაროს და ამით სხვებსაც გაახარებთ გამიგე და სამყარო ყოველთვის გიპასუხოთ ყოველთვის რა ნუ ხარჯავთ ამ ცხოვრებას იმაზე რაც აი არის აი ვალდებული ვარ საჭირო არა უფრო მეტი შენ რო იქნები შენი საქმეთ ხო და ყავებ რაც მოგწონს უფრო მეტი მოგივა და უფრო მეტად დაეხმარები შენ იმ ადამიანებს ვინცაც გინდა რომ დაეხმარო შენ მიხვდით აი ეს მინდა რომ მაქსიმალურად რომ გითხრათ აი ეს რაღაც რა ვიცი იმედია გამოვიდეს მოდით ნახოთ ახლა რჩევა ანუ როგორ ჯობია თქვენთვის აი რომ ეს მომენტი როგორ ჯობია და რაცაც უკვე გითხარით თქვენთვის რომ არ ენერგიულოთ ენდეთ სამყაროს და უნდა გააკეთოთ ის რასაც უკვე აქ ლაპარაკობ რამდენი ხანი ნახევარი საათი ლამის ხო აი ეს უნდა გააკეთოთ თქვენ არ ენერგიო არ შეგეშინდეთ არავითარ შემთხვევაში არ შეგეშინდეთ იმისი რომ არ გამოგივათ რა არ შეგეშინდეთ უბრალოდ ეცადეთ მაქსიმალურად და ნახავთ თუ არ გამოგივათ აუცილებლად გამოგივათ ჩემო ლამაზებო და აი ზუსტად ეს თქვენ ცხოვრებაში ეხლა არის მნიშვნელოვანი პერიოდი როცა თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება ეხლა მე ამას ვწერ ვინც მე ნახავს თქვენთვისაც იქნება აქტუალური უეჭველი მაგრამ ეხლა ეს დერეფანი რო არის და ბნელების ხო ამ პერიოდში ხდება რა რაც არ არის საჭირო რაც არ გჭირდება ეს მიდის ჩვენი ცხოვრებიდან და შემოდის ის რაც ჩვენ გჭირდება რაც გვინდა ჩვენი განვითარების ჩვენი კარგად ყოფნისთვის და უბრალოდ დაიჭირეთ ეს შანსი დაიჭირეთ არ თქვათ უარი არა მე ეს არ მინდა ეს ეხლა საზოგადოება რა სიტყვის დაიჭირეთ გეხვეწებეთ და დაინახავთ თქვენ როგორი ცვლილებები იქნება თქვენ ცხოვრებაში და რამდენად კმაყოფილი და ბედნიერი იქნებით და მე კიდევაც მომწერთ იტყვით რომ კაია რომ გითხარი მიყვარხართ ძალიან და მინდა რომ ბედნიერები იყოთ მართლა გულით და სულით